ემიგრაციის მარშრუტები. გამარჯობა, დღევანდელი გადაცემის თემა უკანონო მიგრაცია საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ახალგაზრდების თვალსაზრისი. გადაცემას გაუძღვებ მე ჟურნალისტი ია მახარაძე, პროექტის ავტორი ნანა ლომიძე და ხმის რეჟისორი თინათი ნასამბაძე. გადაცემის თემასთან დაკავშირებით უპასუხებთ რადიო მსმენელთა შეკითხვებს, მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში, შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 240 91 92 240 92 92. გადაცემა ემიგრაციასა და ემიგრანტებზე. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 6-დან 7-მდე. ბოლო 20 წელია საქართველო უკანონო მიგრანტთა წარმოშობის ქვეყნად ითვლება. რა არის ამის მიზეზი და როგორი შედეგები გვაქვს? ეს საკითხები არაერთხელ დასმულა ჩვენს გადაცემაში. დღეს კი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები გაუზიარებენ თავიანთ თვალსაზრისს რადიო მსმენელებს უკანონო მიგრაციის საფრთხებსა და შედეგებზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან სტუდენტები, რომელთაც გაიმარჯვეს ამ კონკურსში. თათია ლომთაძე, ლიკა ერისთავი, ანა ჩიჩუა. ახლა კი ჩვენ ტელეფონის საშუალებით ჩაგვერთვება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა კაკუშაძე. ანა, გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გარკვეული მიზეზების გამო თქვენ ვერ მოახერხეთ დღეს პირდაპირ ეთერში მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალება ტელეფონით ჩაგვერთოთ და საინტერესოა ამ კონკურსის პირობები და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებისთვის ამ საინფორმაციო კამპანიას და ჩართულობას ზოგადად ამ პროექტში. დიახ, დიდი მადლობა, დიდი ბოდიში რომ მოახერხეთ დღეს მივიღო მონაწილეობა თქვენს გადაცემაში. კონკურსი ჩავატარეთ მე-12 კლასის და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, მათ განსხვავებულ თემებზე უნდა დაეწერათ ესე, ძალიან მოკლე თემა. სკოლის მოსწავლეებისთვის ეს იყო ევროკავშირში ვიზომი მოძღვრის გავლენა ჩემს მომავალზე და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თემა იყო არაკანონიერი მიგრაციის მიზეზები და შედეგები. ჩვენ არ გვქონდა რაღაც ძალიან მკაცრი კრიტერიუმები თემების შეფასებისთვის, ჩვენ უბრალოდ გვინდოდა რომ ახალგაზრდებს ეფიქრათ ამ თემაზე, ჩაეტარებინათ გარკვეული სახის კვლევა და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენი შეხვედრების დროსაც მოისმინეს, დაეწერათ ეს მოკლე თემები. და სხვადასხვა კუთხით ეფიქრათ ამ საკითხზე, არა მხოლოდ თქვათ განათლების და სწავლის კუთხით, არამედ ასევე ეფიქრათ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს მათი ოჯახებისთვის, მათი ახლობლებისთვის და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო თემები გამოგვიგზავნეს. ჩვენი მიზანი ასევე იყო რომ მათი გაგვიაქტიურებინა უფრო სტუდენტები და მიგვეცა მათთვის მოტივაცია რაღაც პრიზების დახმარებით და მე მგონი მოვახერხეთ და საერთოდ ეს კამპანია საკმაოდ საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის. მათთან ჩვენ ეს ალბათ იცით ახსენეთ უკვე ალბათ გადაცემაში არაკანონიერი მიგრაციის პრევენციის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ეს კონკურსი. კამპანიის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებს ჩვენ საერთოდ ვესაუბრებოდით არაკანონიერი მიგრაციის საფრთხეებზე, თავშესაფრის პროცედურაზე, მაგრამ სტუდენტებთან უფრო სხვა კუთხით საუბრობდით ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ მათთვის ეს უფრო რაღაც ანალიტიკური კუთხით გვინდოდა, რომ მათ ეფიქრათ ამაზე, თუ რას ნიშნავს ის, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად შეაფასეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, თვითონ რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ყოველთვის ძალიან საინტერესო დისკუსიები ქონდა განსაკუთრებით სტუდენტებთან კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების დროს. ანა, მაინც რა კრიტერიუმით შეაფასეთ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები? რა იყო ძირითადი აქცენტი? ჟიურის შეფასების კაცრი კრიტერიუმები არ მქონია თემების შეფასებაში დაგვეხმარნენ ჩვენი პარტნიორი სამინისტროები, ეს იყო ოტოუთა და განსახლების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. მათმა თანამშრომლებმა შეარჩიეს ორი თემა სტუდენტების დაწერილი, რომელიც ყველაზე ძალიან მოეწონათ და ერთი თემა სკოლის მოსწავლეების დაწერილი, რომელიც ყველაზე ძალიან მოეწონათ და კრიტერიუმი იყო ძირითადად ის, რომ თემა უნდა ყოფილიყო გამართული, ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი, განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საინტერესო მკითხველისთვის. ეს იყო ჩვენი კრიტერიუმები. სხვა რაღაც ისეთი უფრო აკადემიური კრიტერიუმები და მკაცრი კრიტერიუმები არ მქონია შეფასებით.
დიახ, აი ამ კამპანიის შემდეგ ძირითადად რა გამოწვევების წინაშეა დღეს საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა ძალიან სერიოზული კამპანია დაახლოებით 30 ორგანიზაციაში და მათ შორის მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტები და სკოლები. დიახ, კამპანია შეიძლება ვთქვათ, რომ წარმატებით ჩატარდა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი ექნება და მოსახლეობაში მოახერხეთ გაგვევრცელებინა სწორი გზავნილები არაკანონიერ მიგრაციასთან და თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებით. ასევე ვეცადეთ ძალიან რომ ჩაგვერთო მედიაც და იმედია ეს მოახერხეთ. თავარ გამოწვევად რჩება ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს გზავნილების სამიზნე ჯგუფებისთვის გასაგებ ენაზე მიწოდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს დაინტერესება როგორც მედიის წარმომადგენლების, ასევე ახალგაზრდების მიგრაციის თემებით და ასევე ამ თავშესაფრის პროცედურების თემით და სხვა ყველა იმ თანამედროვე თემით, რაც ეხება საქართველოს და რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობას. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სამიზნე ჯგუფისთვის თავისებურად, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით. მადლობა ანა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ტელეფონის საშუალებით გვერდებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა კაკუშაძე. ახლა სტუდენტებს გავეცნობით ჩვენ თათია თქვენი დავიწყოთ, იმიტომ რომ თქვენ სპეციფიურად დარგის სპეციალისტად ყალიბდებით. საუბარია რომ თქვენ წარმოადგენთ ივან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამაგისტრო პროგრამა არის მიგრაციის მართვა, რაც ინოვაციურად შემიძლია დავასახელო, ვინაიდან სწორედ ამ ბოლო პერიოდში ჩაერთო ეს საგანმანათლებლო სფეროში. დიახ, 2 წელია და ამას აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება უკვე სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებში. აი ამ თვალსაზრისით თქვენ გაიტანეთ თემა, ჯერ როგორ შეიტყვეთ ინფორმაცია ამ კონკურსის შესახებ და როგორ შეაფასებდით სწორედ ამ უკანონო მიგრაციის თემას თანამედროვე ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ბევრი სტუდენტიც აქვს კურსდამთავრებულიც, რომელიც არალეგალურად მიემგზავრება კვლავ უცხოეთში და შემდგომ ფიქრობს, რომ დასაქმდება, მიიღებს განათლებას და აი თქვენ რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდით კვლევების დროს, იმიტომ რომ მაინც კვლევის პროცესი იყო თქვენთვის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩემს სამაგისტრო პროგრამას, მინდა დავაზუსტო, რომ ეს არ არის მხოლოდ დაუშვათ TSEU-ზე, არამედ ეს არის TSEU-ს და JIPA-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა. რაც შეეხება თავად კონკურსის შესახებ, ისე ვთქვათ, გავიგე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდის საშუალებით IOMG და მაშინვე გადაწყვეტა, რომ ამ ესე ვთქვათ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. ბუნებრივია, ხომ თავარი მიზეზი ის იყო, რომ ეს არის უკვე ჩემი პროფესია, ამიტომ ჩავთვალე, რომ პროფესიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. როგორც წესი ხოლმე, როდესაც ვთქვათ რაღაც სტატიას წერ, ან როდესაც რაღაცა ვთქვათ კვლევას აკეთებ, ამ დროს გაცილებით მეც იღებ კვლევის და წერის პროცესში და ვთქვათ კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაუშვათ გაიმარჯვა და ასე შემდგომ, არამედ იმიტომაც, რომ ამ დროს ძალიან ბევრ, ესე ვთქვათ, განსხვავებულ ინფორმაციას აწყდები. რაც შეეხება, ესე ვთქვათ, სტუდენტებთან დაკავშირებით, აი თქვენ ახსენეთ ინფორმაციის ნაკლებობა, ესე ვთქვათ, არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით. ესე ვთქვათ, ზოგადად ქართველები საკმაოდ ხშირად მიმართავენ მიგრაციას, განსაკუთრებით პოპულარული არის არალეგალური მიგრაცია, რაც არ უნდა ვთქვათ, გასაკვირი იყოს. როდესაც დავინტერესდი ვთქვათ იმით, რატომ შეიძლება რომ ვთქვათ, არალეგალური მიგრაცია ასეთი სიხშირით არსებობდეს საქართველოში, აღმოვაჩინე, რომ მაგალითად იგივე 2000-იან წლებში საქართველოში, ესე ვთქვათ, ოჯახის საშუალო წლიური შემოსავალი გაცილებით ნაკლები იყო, ვინამ მინიმალური, ესე ვთქვათ, საარსებო მინიმუმი, რაც ნიშნავდა იმას, რომ ბუნებრივია ოჯახს, ესე ვთქვათ, უბიძგებდა მისი ეკონომიკური და მატერიალური მდგომარეობა იმისკენ, რომ მას მიემართა მიგრაციისათვის. ეხლა თუ
თუ კიდევ შეჩნდება კითხვა იმისა, რატომ არალეგალური მიგრაცია, ვიცით რომ თქვა ლეგალური მიგრაცია უკავშირდება მთელ რიგ გარკვეულ თქვა ბიუროკრატიულ საკითხებს, ეს არის თქვა რაღაცა თავიზო მოსაკრებლები, იქ ჯანმრთელობის დაზღვევა, ამიტომაც იმიგრანტისათვის, ანუ თქვა საუბრობ პოტენციურ მიგრანტზე, რომელსაც არ აქვს თქვა ეს საშუალება, არალეგალური მიგრაცია არის ხსნა. მეორე შემთხვევაში თქვა მე მიმაჩნია რომ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ესე თქვა სამოქალაქო საზოგადოების შეგნება ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ არალეგალური მიგრაცია უკავშირდება ისეთ თემებს, როგორიც არის თქვა ტრაფიკინგი, ანუ რომელიც არის მონობის თანამედროვე ფორმა და ამასთანავე შემიძლია ვთქვა, რომ თქვა ძალიან ხშირ შემთხვევაში საზოგადოება არის ნაკლებად ინფორმირებული ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ამიტომ მიმაჩნია რომ უფრო მეტი კამპანია უნდა ჩატარდეს თქვა იმისთვის, რომ გაიზარდოს მათი შეგნება არალეგალური მიგრაციის საფრთხეებთან დაკავშირებით. მე გავიცანი თქვენ თემას და გამოყენებული გაქვთ საერთაშორისო გამოცდილებაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით. აი ამ ჭრილში როგორ უყურებთ საქართველოს, იმიტომ რომ არაერთი ნაშრომია, მეცნიერული კვლევა და მათ შორის მედია კვლევებიც მნიშვნელოვანია ამ თემებს, როცა აშუქებენ მედიები, როგორც მიმღები ქვეყნები. და აქ პრობლემას იჩენს თავს გარკვეული სტერეოტიპების წარმოჩენაც, ერთი მხრივ თუ შრომით მიგრაციაში მიდის ადამიანი, შეიძლება ძალიან ლამაზად დავხატოთ ამ ადამიანის ყოფა ცხოვრება ჟურნალისტებმა, ხო? ამ პირიქით. ანუ აი ამგვარი კვლევების თვალსაზრისით საქართველოს კონტექსტში თქვენი ხედვა როგორ გამოიკვეთა, იმიტომ რომ მე ვნახე 5 ლიტერატურა უცხოური იყო გამოყენებული გერმანული ლიტერატურის კონტექსტზე ერთად უცხოენოვანი. აი თქვენი ძირითადი მასალა რა იყო მაინც საკვლევი ამ კონტექსტში და როგორ ხედავთ საქართველოს პრობლემას? თავად ესე თქვა არალეგალური მიგრაციის კონტექსტში, ხო? იმიტომ რომ განსაკუთრებით თქვენ ეუფლებით ასევე ეკონომიკურ მიგრაციის მიმართულებას, ხო? იმიტომ რომ მაინც სოციალური მიმართულება და ამ პროცესის მნიშვნელოვანია. ანუ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ესე თქვა რესურსი, რომელიც გამოვიყენეს, არის ხალით ხოზერის საერთაშორისო მიგრაცია. ავტორი დავესახელე, იმიტომ რომ თქვა ყველა ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის დაინტერესებული მიგრაციით, მიმაჩნია რომ თუ კი გაიცნობა ამ წიგნის ძალიან ბევრ საინტერესო მასალას აღმოაჩენს. და სხვათა შორის ამ წიგნში იყო ესეთი სტატისტიკა მიმოხილული, რომ მისი ავტორი ბატონი ხალიდი იყო ჩასული ავღანეთში და სადაც ის არკვევდა სწორედ აი ამ არალეგალური მიგრაციის პრობლემებს და მან აღმოაჩინა, რომ არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ სახელმწიფოში არის შექმნილი სპეციალური ესე თქვა, როგორ თქვა, ბიზნესი, მარტივად რომ დავარქვათ, სადაც როდესაც ესე თქვა ადამიანები გადაყავთ საზღვარზე არალეგალურად და ამისათვის ისინი იღებენ გარკვეულ ესე თქვა ფინანსურ სარგებას. ნუ რაღაც იქ დეპოზიტზე თანხის დარიცხვა, კონკრეტული ვადის გასვლის შემდგომ, მას შემდეგ რაც უკვე მიგრანტი ჩავა დანიშნულების ქვეყანაში და ესე თქვა ეს როგორც წეღანვე ვახსენეს, არა მხოლოდ დაუშვათ ავღანეთში ხდება, არამედ ნებისმიერ იმ სახელმწიფოში, რომელიც არის თქვა გარდამავალი ეკონომიკის მქონე, მაგალითად საქართველოში, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირია აქაც ესეთი სტატისტიკა და ასევე დაბალი განვითარების მქონე სახელმწიფოებში. დიახ, ასევე გამოყენებული მქონდა, რახანც ნუ ჩემს თემაზე არის საუბარი, ჯორჯ ბორხასის ძალიან საინტერესო წიგნია, ასევე რეკლამას გავუწევ, ეს არის მიგრაცია, საერთაშორისო მიგრაცია სიღარიბე და თავშესაფარი, სადაც ის საუბრობდა კონკრეტულად იმ ეკონომიკურ ბენეფიტებზე, რომელიც შეიძლება რომ დაუშვათ კონდეს მიგრაციას დანიშნულების ქვეყანაში და ასევე მიმღებ ქვეყანაში და შეგვიძლია ძალიან ესე თქვა ხმამაღლა ვთქვათ ის, რომ მიგრაცია უფრო დადებითად არის შეფასებული, რაც არ უნდა თქვა უცნაური იყოს ეს საზოგადოებისათვის ეკონომისტების მიერ, ისევე როგორც გამგზავრნა ასევე მიმღები ქვეყნის მაგალითზე, ვინმე დაუშვათ მოსახლეობისათვის. ეხლა თუ კი დაუშვათ იქნება შემდეგი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, დაუშვათ მოსახლეობა რატომ შეიძლება განიცდიდეს უარყოფით ზეგავლენას მიგრანტების მხრიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიგრანტები ანუ ზემოქმედებენ ესე თქვა დანიშნულების ქვეყნის შრომით ბაზარზე, იქ იზრდება კონკურენცია, მცირდება სახელმწიფო განაკვეთი, რაც თავისთავად მათთვის არც თუ ისე სასურველია. ხო, შესაბამისად ეს იყო თქვა ის ძირითადი საკვლევი თემა, რასაც მე შრომის პროცესში, კვლევის პროცესში დავაყენე. ლიკა, თქვენი თემა, თქვენ სტუდენტი ბრძანდებით, მაგრამ თემასთან პროფესიულად არ გაქვთ ხომ ესეთი კვალიფიციური განათლება, მაგრამ დაინტერესდით
თქვენ. და რა იყო თქვენი დაინტერესების მიზეზი? ზოგადად გასაგებია, რომ საქართველოში ყველას გვეხება ეს თემა, იმიტომ რომ ყოველი ოჯახი არ არის საქართველოში, რომ ემიგრაციაში არ ყდეს თავისი ნათესავი ან პირადი ოჯახის წევრი და თქვენი დაინტერესება პირველ ყოვლისა გამოიწვია. მივესალმები თქვენს რადიო მსმენელებს. ინტერესს რაც შეეხება ვიტყვი იმას, რომ გამოიწვია მისმა ფორმამ, კონკურსის ფორმამ, ჩემში ინტერესი, რამდენადაც ქართული ფილოლოგიის სტუდენტი ვარ, ესეისტური ფორმა თემის წერა, ჩემთან ახლოს არის, მიყვარს წერა. ზოგადად ვთვლი, რომ რამდენადაც თითოეული ჩვენგანი საზოგადოების ნაწილი ვარ, საზოგადოების წევრი ვართ, უნდა გქონდეს საკუთარი შეხედულება, მით უმეტეს ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის უკანონო მიგრაცია. სწორედ ამან გამოიწვია ინტერესი, თავად მიგრაციას რაც შეეხება, ნაცნობი თემა გინდა არ გინდა, განსაკუთრებით ეს უკანონო მიგრაცია ქართველი ხალხისთვის. ხშირი არის მსგავსი შემთხვევები, გვსმენია საინფორმაციო გადაცემებიდანაც, ჩვენს გარშემოც ხშირია შემთხვევა, რომ სხვერპლი გამხდარან ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ უკანონო მიგრაციის გამო და ყველაზე რთული და ყველაზე საშინელი რაც შეიძლება ასეთ დროს მოხდეს არის ეს რა თქმა უნდა ტრაფიკინგი და ასეთ დროს ადამიანი უბრალოდ კარგავს თავისუფლებას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და ხდება რაღაც კრიმინალური დაჯგუფების ზე დამოკიდებული. ეს არის ზოგადი თვალსაზრისი, ზოგადად რაც შეგვიძლია ვთქვათ, სწორედ ასეთმა ხასიათმა თემის კონკურსის მიქცია ჩემი ყურადღება და თავისთავად სურვილი მქონდა საკუთარი თავის გამოცდის და რამდენად შევძლებდი გამერთვა თავი ესეთი კონკურსისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფილი თქვათ არ არის ეს მიგრაციის საკითხები. და თქვენ ზირთადად რა გამოწვევებს ხედავთ თქვენ უკანონო მიგრაციის მიმართულებით, ვინაიდან მაინც მოსახლეობის ცნობადობა ამაღლდა, ვიდრე ეს 90-იან წლებში იყო, იმიტომ რომ ძალიან დაბალი იყო მოსახლეობის ცნობადობა ამ მხრივ და სტატისტიკაც სავალალო იყო თუნდაც ტრაფიკინგის შემთხვევების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ახალგაზრდების გულისხმობ ამ შემთხვევაში და აი დღეს რა ხდება თუნდაც სტუდენტებს შორის, როგორი განწყობებია, როგორც სურთ გამგზავრება აქვთ გარკვეული მიზანდასახულო მიზანი, თუნდაც არიან თუ არა ინფორმირებული. ანუ რა ხდება თქვენს სამეგობრო წრეში? დიახ, თვალსახად ცნობიერება ამაღლდა ამ თვალსაზრისით, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში სამწუხაროდ არის რიგი ადამიანების არის, რომელიც თვლის, რომ ეს არის უკეთესი გზა, ვიდრე ვთქვათ კანონიერი გზით წახვიდე საზღვარგარეთ. ჩემს გარშემო საბედნიეროდ ესეთი შემთხვევა არ არის, რომ ვთქვათ ფიქრობდეს უკანონოდ გადაკვეთოს საზღვარი და იქ ვთქვათ სამსახური ისჩოვოს, თუმცა მსმენია და ხშირი არის, როდესაც ვთქვათ თუნდაც ტურისტულ ვიზებს იყენებენ არაკეთილსინდისიერად, არაკანონიერად მიდიან და ვთქვათ მუშაობენ, რაც დაუშვებელია იგივე უკანონო მიგრანტის სტატუსს იღებ. ასევე უკანონო მიგრანტი ქვია, როდესაც ვთქვათ ჩადიხარ კანონიერი გზით, მაგრამ უგულებელყოფ ვადის გადაცილებას და ხდები მაშინვე რა თქმა უნდა უკანონო მიგრანტის სტატუსი გენიჭება. რაც შეეხება ინტერესს, საბედნიეროდ ახალგაზრდობაში უფრო პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობაში, რა თქმა უნდა, უკანონო მიგრაცია უკვე დავიდა იმ ზღვარზე, რომ ხვდებით, რომ არ არის სწორი გზა, არ არის სწორი არჩევანი, არის ბევრად უფრო კარგი საშუალება მიუდგე ამ საკითხს უფრო წინდახედულად და გადადგა სწორი ნაბიჯები. სწორედ ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ გვინდა ევროკავშირში შესვლა, რა თქმა უნდა, მივიწევთ ნატოსკენ და შესაბამისად ვიზა ლიბერალიზაციასაც ვითხოვთ, ხო? სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ მივიღეთ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად ჩვენც უნდა გავამართლოთ ეს და აღარ უნდა დაუშვათ მსგავსი შეცდომები, რაც არამხოლოდ კონკრეტულ ადამიანს აგდებს საფრთხის წინაშე და მას თქვათ ცუდად წარმოაჩენს, არამედ უკვე ქვეყნის სახესაც ეხება ეს. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მაინც ინფორმირებულობის პრობლემაა, ვინაიდან ჩვენ ვახსენებთ უვიზო მიმოსვლა, რომელიც პირდაპირ კავშირშია უკანონო მიგრაციასთან, იმიტომ რომ თუ არ მოხდა მისი პრევენცია, შეიძლება ჩვენი ქვეყანა კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს ევროინტეგრაციის პროცესებთან მიმართებაში და ახალგაზრდების ჩართულობა ამ თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია და ცნობადობის ამაღლება. რომ იგივე განზრახვით არ ანუ უკანონო ემიგრაცია არ განიზრახოს. დიახ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენზეა დამოკიდებული ამ სახელმწიფოს მომავალი ბედი. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ მომავალს ქვეყნისას და ჩვენ თვითონ უნდა დავსვათ სწორად საკითხი, ჩვენ თვითონ უნდა
გავახორციელოთ ისე როგორც საჭიროა და პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა თუ კი ახალგაზრდების მხრიდან არ იქნება ამ პრობლემის გადაჭრის სურვილი რა თქმა უნდა სხვაგვარად არ მოგვარდება თუმცა აქ არანაკლებ მნიშვნელოვანი არის საკუთრივ ხელისუფლების მიდგომები რამდენადაც ვიცით მრავალმხრივი არის ეს პრობლემა მრავალმხრივ საჭიროებს გადაწყვეტას და სწორედ ხელისუფლებაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული სწორედ ის მიზეზები ის ბიძგის მიმცემი ფაქტორები აღმოფხვრილი იქნას რომ ადამიანს აღარ გაუჩნდეს არც სურვილი არც საჭიროება იმისა რომ იფიქროს უკანონო მიგრაციაზე თქვენ პირადად აპირებთ გამგზავრებას უცხოეთში განათლების მისაღებად დიახ მაგისტრატურის გავლას ვაპირებ და ეს ყველაფერი გაქვთ წინასწარ დაგეგმილი იცით როგორ წახვიდეთ რომელ ორგანიზაციას მიმართოთ თუნდაც გრანტის მისაღებად ფაკულტეტის ასარჩევად და რამდენად ხართ თქვენ პირადად მომზადებული ევროპაში განათლების მისაღებად ან ამერიკის შეერთებულ შტატებში დასავლეთში ზოგადად რომელ ქვეყანას აირჩევთ არ ვიცით დიახ ჯერ ესე ჩამოყალიბებული და კონკრეტულად გადაწყვეტილი არ მაქვს მესამე კურსზე ვარ ვფიქრობ მეოთხე კურსზე უკვე როგორც კი დავიწყებ გადავალ მეოთხე კურსზე უკვე ჩამოყალიბდები და გადავწყვეტ კონკრეტულად მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა მაქვს და ინფორმაციაც თუ რომელ ორგანიზაციას უნდა მიმართო და ასე შემდეგ რა თქმა უნდა სურვილი მაქვს და ვნახოთ მაგრამ აქ უკანონო მიგრაციას რა თქმა უნდა არც კი ვფიქრობ განტივერსის წამი უკვე ეგუფლება თავიდანაც ეგრევა როგორც დანარჩენი სხვა უფლებები აუცილებელი ყოველჩვეულებრივი არსებობისთვის სამსახური შევნა და ასე შემდეგ ანა ჩაჩუა რას ფიქრობს? ჩიჩუა უკაცრავად ჩვენი მოსწავლე, ჩაჩუა ჩვენი სკოლის მოსწავლე, ვინაიდან სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით ჭირდება სამოქალაქო განათლება. ამ თვალსაზრისით საკუთარი უფლებების ცოდნა, იმიტომ რომ მათ ეხებათ იმ თვალსაზრისით, რომ მათი მშობლები შეიძლება იყვნენ პოტენციური მიგრანტები, რომლებიც აპირებენ უცხოეთში წასვლას, ან იქ ცხოვრობენ. და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია, რომ თუნდაც გაუზიარონ საკუთარი ოჯახის წევრებს. აი ამ ხრივ თქვენი ხედვა, იმიტომ რომ მე თქვენ თემაში დავინახე ეს შტრიხები. გარკვეულწილად ჩანდა ეს პრობლემა. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ვიცით რომ დამეთანხმებით ალბათ რომ ეს თემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აქტუალურია დღესდღეობით და შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებიც ინფორმირებულნი იყვნენ ამ საკითხის შესახებ, მაქსიმალურად იცოდნენ რას ნიშნავს ლეგალურად გადაადგილება, რას ნიშნავს იყო უკანონო მიგრანტი და ასე შემდეგ. და ამასთან დაკავშირებით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჰქონდა ჩვენ შეხვედრები, ძალიან საინტერესო სხვათა შორის და ინფორმაციული სახის და მოსწავლეებმა გაიგეს თუ როგორ შეიძლება ლეგალურად გადაადგილება, რადგან მომავალში ვფიქრობ, რომ ყველას დასჭირდება ვთქვათ ევროპაში სწავლის მიღება, გამოცდილების მიღება და საჭიროა რომ თავდაპირველად ინფორმაცია გქონდეს, რომ შემდეგ ლეგალურად გაემგზავრო. და რადგანაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაგვიტარა შეხვედრები და მოგცა ეს ინფორმაცია, შემდეგ გადავწყვიტე, რომ ესე დამეწერა და საკუთარი აზრი გამომეთქვა აღნიშნული საკითხის შესახებ და რაც თავარია გამოცდილება მიმიღო ამ საკითხის, უფრო გამეღრმავებინა ცოდნა და მგონი წარმატებით მივიღე ის, რაც მჭირდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. და რა მიიღეთ კონკრეტული პროექტიდან და თემაზე მუშაობის დროს? თავარი მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვება არ ყოფილა პირიქით, ანუ უფრო დიდი განახლებული ინფორმაციას ვიღებდი, როდესაც ესეს ვწერდი, ანუ შევედი Google-ში თუნდაც წავიკითხე უფრო მეტი, დამეხმარა ის ცოდნა, რაც თქვა ტრენინგებმა მომცა და შესაბამისად უფრო გამეღრმავდა აღნიშნული საკითხის შესახებ ცოდნა და დარწმუნებული ვარ მომავალში გამომადგება ის, რომ არ ჩამოვყალიბდი არაკანონიერ მიგრანტად და მქონდეს საშუალება ლეგალურად გადავაადგილდე. აი საინტერესოა სკოლის მოსწავლეებში რა განწყობა ამ თვალსაზრისით? ბევრს უნდა უცხოეთში პირდაპირ გამგზავრება განათლების მისაღებად. თუნდაც არ იფიქროს სხვა საფეხურებზე, სხვა დონეებზე და პირდაპირ სურს დაუშვათ რომელიმე ქვეყნის შერჩევა და შემდგომ იქ განათლება. აი რა განწყობებია? მოსწავლეებს ზოგადად რომ მკითხოთ, ყველა გეტყვით, გიპასუხებს, რომ ყველა სურს, რა თქმა უნდა, ევროპაში წასვლა და განათლების მიღება. ამის სურვილი ნამდვილად არის, მაგრამ არის მეორე საკითხიც, რამდენად იციან მათ როგორ გადაადგილდნენ ლეგალურად, როგორ მიიღონ განათლება. იციან ეს არ იციან ჩემი აზრით. თუმცა რაღაც მხრივ დაინტერესება არის დაინტერესება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ
ყველა ზედმიწევნით იცის, რას ნიშნავს ლეგალურად გადაადგილება. აქვთ სურვილი, რომ წავიდნენ, მიიღონ გამოცდილება, ისწავლონ, მაგრამ არ იციან როგორი რა ფორმით გააკეთონ ეს. და ამის მზაობა თუ აქვთ ევროპაში განათლების მიღებისთვის. რამდენად არიან მომზადებული თუნდაც კულტურული თვალსაზრისით, პროფილური თვალსაზრისით? იმიტომ რომ ამას აქვს მნიშვნელობა. საბედნიეროდ ვიცნობ და იმ ქვეყანას. ჩვენს თაობაში არის რაღაც ნაწილი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც ინტერესდებიან და შესაბამისად ინფორმაციასაც იღებენ და აქვთ შესაბამისი მზაობა, რომ გაემგზავრონ შემდეგ და მიიღონ ეს გამოცდილება ევროპაში სწავლის მიღების. და თუ სურვილია და мотиваცია და მიზანი, რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. აი რა ხდება რეგიონში ამის შესახებ ნანა გვეტყვის, ნანა ჩართული იყო, ეს მხოლოდ მედია კამპანია იყო საქართველოს რეგიონებში 8 რეგიონი იყო 4 რეგიონი უკაცრავად 4 რეგიონი და ერთ-ერთი მიმართულება იყო ახალგაზრდების ჩართულობა, გამოკითხვა, მათი რა განწყობებია, გარკვეული კვლევებიც ჩაატარეთ რეგიონის ჟურნალისტებთან ერთად ნანა და აი რა ხდება იქნებ გვიამოთ ამის შესახებ და რა განსხვავება მაინც დედაქალაქსა და რეგიონის ახალ თაობას შორის განწყობებთან. აი ახლა უსმენდი მე ჩვენს ახალგაზრდებს, რომელმაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა უკანონო მიგრაცია ევროპის ქვეყნებში და მიზეზები და შედეგები და იმუშავეს ამ თემაზე. არა და მე მგონი სადღაც 15-მდე მონაწილე იყო ამ კონკურსში, ვინც გამოაგზავნა თავისი შრომები ესეებით. იცით რა შესაქმე მთავარი არის ახალგაზრდებს გქონდეთ ინფორმაცია. აი ინფორმაციაზე რამდენად მიუწვდებათ ხელი და ამ საინფორმაციო კამპანიებს ამ ხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ახალგაზრდები იყვნენ თვითონ ჩართულნი ამ საინფორმაციო კამპანიაში, არიგებდნენ საინფორმაციო მასალას, თვითონაც ინტერესდებოდნენ, მაგრამ აი ვერ გეტყვით, რომ ახლა რეგიონებიდან მიიღეს ახალგაზრდებმა მონაწილეობა, უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ეს მონაწილეობა აი ამ კონკურსში, რომელიც არაჩვეულებრივ წამახალისებელი ჯილდოებით იყო კონკურსანტების მიმართ აღნიშნული და რაღაც სტიმულს აძლევდა. უფრო პასიურები. აი რეგიონებში ინფორმაცია ვერ აღწევს და ეს არის ჩვენი მასმედიის ალბათ უფრო პასიური მუშაობის შედეგი, იმიტომ რომ ამ თემაზე უფრო მეტად უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება, რადგანაც ან თავად რეგიონის ჟურნალისტები არ მუშაობენ. რეგიონის ჟურნალისტები მუშაობენ ამ თემასთან ეპიზოდურად და უფრო აი ვთქვათ ისეთი ციკლური გადაცემები უფრო რეგულარულად რო შუქდებოდეს ეს თემა და მუდმივი გადაცემა იყოს ამ თემაზე. აი ესეთი შემთხვევა არ ყოფილა რეგიონების ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მათ რა თქმა უნდა სურვილი გამოთქვეს და გადაწყვეტეს, რომ უფრო მეტად განვითარდეს ეს თემა რეგიონის მასმედიაში, რასაც უფრო კარგი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ უკანონო მიგრაცია საერთოდ სად მიდის ადამიანი, როგორ მიდის, როდესაც მას შიმშილისგან თავის დაღწევა სურს, აი ძნელად განსაზღვრია თვითონ ამ ადამიანისათვის, იცით და როდესაც შეიძლება იმოქმედოს, შეიძლება რა თქმა უნდა იმოქმედოს, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაზე შეიძლება იმოქმედოს, იმიტომ რომ როდესაც აუხსნი ადამიანს, რომ ეს არალეგალურ მიგრაციას რა შედეგები შეიძლება მოყვეს, ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა თავი შეიკავოს, იცით? აი, ახალგაზრდები უკვე ფიქრობენ იმაზე, რომ თუ ისინი არალეგალურად წავლენ საზღვარგარეთ, მათ უკვე პერსპექტივა აღარ ექნებათ, იმიტომ რომ ამას მოყვება იქ ჯარიმები, დეპორტი, აკრძალვა მერე რამდენიმე განსაზღვრული ხნით უცხოეთში გამგზავრებისა და ეს მათ მომავალზე ძალიან ცუდად იმოქმედებს და ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები და დასაკარგი თანამემამულეები, იცით? ჩვენ გვინდა რომ ისინი ლეგალურად წავიდნენ იქ, მიაღწიონ წარმატებებს, მიიღონ გამოცდილება, დაბრუნდნენ და თავენ სამშობლოს, თავენ ქვეყანას მოეხმარონ. მე მგონი ამ ჩვენს ახალგაზრდებს ასეთი პერსპექტივები უფრო ხიბლავთ და მე როდესაც ვიყავი თელავში, ვთქვათ, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ჩავატარე რაღაც
გამოკითხვა ახალგაზრდებს ხდებოდი და აი ასეთი განწყობა აქვთ უმეტესობას და რამდენიმე შემხვდა ახალგაზრდა რომელთაც მშობლები ყავდათ უცხოეთში და მშობლებმა გაუყვალეს მათ გზა რა თქმა უნდა კანონიერი გზით მათ ესე იგი სასწავლებლები შეურჩიეს და უსურთ რომ თავიანთმა შვილებმა თქვა იგივე იტალიაში მხატვარი ყავს შვილი ხო თელავში მხატვარი სამხატვრო სასწავლებელში მიიღოს უფრო კარგი განათლება საბერძნეთში თქვა უფრო კარგი განათლება მიიღოს თავისმა შვილმა ამას ცდილობენ მშობლები ეს ტენდენციაც წამოვიდა ახლა და ეს კარგია რა თქმა უნდა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ამ ბავშვებს იქ უნდათ დარჩენა იქ ისინი სპეციალისტებად ჩამოყალიბდებიან განათლებას მიიღებენ და შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია ეს მიდგომები, ადამიანები სხვადასხვაგვარი ვართ. ახლა ყოველს ვერ მოთხოვ იმას, რაც არ უნდა პატრიოტულად ან ლექცია ჩაუტარო, ან რაღაც გაკვეთილები, მაგრამ მაინც თავისებურად მოქმედებს ეს ყველაფერი ადამიანზე. შეიძლება ვინმეს აღიზიანებდეს კიდევაც აი ჩვენი გამოსვლა და აი ესეთი იმიტომ რომ ყველა ამბობს ასახელებს მიზეზად იმას რომ აი გვიჭირს და იმიტომ მივდივართ მაგრამ ახალგაზრდებს აქვთ უფრო მეტი ფანტაზიები და უფრო მეტი სურვილები თავიანთი მომავლისადმი კარგია რომ ახალგაზრდები უფრო უკეთესად ხედავენ ამ გზებს ემიგრაციის გზებს. და განსაკუთრებით უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადდა საქართველო და ესეც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიახ, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრობა თუ გინდა, დიახ, ევროკავშირი გთავაზობს თავის სტანდარტებს. როგორი უნდა იყოს ქვეყანაში, ვთქვათ, ეს სტანდარტები, რასაც თვითონ იცავენ თავიანთ ქვეყანაში და უკანონო მიგრაცია ერთ-ერთი გამოწვევაა, იმიტომ რომ უკანონო მიგრაციის თქვათ შემცირებას გულისხმობს ის რომ საქართველოს აღიარეს უსაფრთხო ქვეყნად ბელგიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ. ეს იმას ნიშნავს რომ აქ ყოველგვარი გაყალბებული დოკუმენტები და ყოველგვარი მტკიცება იმის რომ მას თქვათ ჩაგრავენ აქ ეროვნების თქვათ რელიგიის ან სხვა მდგომარეობის გამო გამორიცხულია. იმიტომ რომ ამ ქვეყნის ექსპერტები სწავლობენ საქართველოს და იციან რა მდგომარეობაა ჩვენთან რომ ამ ხრივ ვთქვათ ადამიანის დისკრიმინაცია დღეისათვის საქართველოში არ არის. აი ესეთი ის არის მდგომარეობა რეგიონებში სხვადასხვა ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან და ხო გეუბნებით უნდა უფრო ვთქვათ ეს საინფორმაციო უზრუნველყოფა უფრო გააქტიურდეს რეგიონის მასმედიაში რასაც ჩვენი კოლეგები გვთავაზობენ და გვპირდებიან. თათია თქვენ თემაში გქონდათ საინტერესო სტატისტიკური კვლევები რომელიც შეეხებოდა შრომით მიგრანტებს და რომელი სააგენტო გამოიყენეთ ან რის ბაზაზე მოხდა ეს გამოკვლევა და რა მნიშვნელობა აქვს ამ კვლევებს შრომითი მიგრაციის მართვისთვის, ვინაიდან შრომითი მიგრაციის მართვა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ განვითარებაზე. ყველაფერზე ახდენს აბსოლუტურად გავლენას. გამოვიყენე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი, სადაც ასე ვთქვათ სხვადასხვა ინფორმაციის შეჯამები საბოლოო ჯამში მივედი იქამდე, რომ მაგალითად როგორც ვთქვათ წინა საუბრისას ვახსენე საქართველოში 2000-იანი წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო არალეგალი, ასე ვთქვათ, საქართველოდან სხვა ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების გადასვლა. და როდესაც დავინტერესდი მიზეზებით საბოლოო ჯამში დავადგინე რომ ესე ვთქვათ იმ წლებში საქართველოში საშუალო ვთქვათ ოჯახის შემოსავალი გაცილებით ნაკლები იყო ვინემ ასევე მთავრობის მიერ განსაზღვრული მინიმალური ესე ვთქვათ საარსებო მინიმუმი შესაბამისად ეს ახლა ერთ-ერთი ვთქვათ ბიზგი შეიძლება და ყოფილიყო ასევე 2006-2007 წლებში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მიუხედავად ვთქვათ სახელმწიფოს იმჟამინდელი პოლიტიკისა განსაკუთრებით
ესე ვთქვათ, მაღალი იყო ტრაფიკინგის მსხვერპლი ადამიანების რიცხვი. და სადღაც 30 ადამიანი იყო დაახლოებით აი ამ პერიოდში, რაც სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ესეთი არც თუ ისე როგორ გითხრათ, არც თუ ისე სასურველია მარტივად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა. დიახ და შესაბამისად ასევე ესე ვთქვათ, გამოვიყენე როგორც წაღან ვახსენე ჯორჯ ბოხასის წიგნი, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს მიმღებდა ასევე დანიშნულების მიმღებდა გამგზავნ ქვეყანაზე ესე ვთქვათ, შრომითი მიგრანტების ზეგავლენას და ყველგან საერთო ხასიათი აქვს, საერთო პრობლემას განიცდის. აი ამ საერთაშორისო დაკვირვების საფუძველზე თუ არის რაღაც სპეციფიური, თუნდაც კულტურული ტრადიციული განსხვავებულობაც მაინც მოქმედებს. ემიგრაციაზე ვფიქრობ და თან ესეც დავუშვოთ, რომ 21 საუკუნეში, მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისში ამგვარი გადასახლებები არ ახსოვს ხო ისტორიას. ესეთი შეფასებაც კი არის, ჩემი მოსაზრება არ არის რასაკვირველია, სხვადასხვა ექსპერტების შეფასებები, ვინც იკვლევს მიგრაციას მოსახლეობის ისტორიულ კონტექსტში. კი ბატონო. იცით რა, თავად ესე ვთქვათ, მიგრაციის საფუძველი შეიძლება იყოს სხვადასხვა. აი მაგალითად, თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ იგივე საქართველოს მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი ნაკადი გადაადგილდება ევროკავშირის ქვეყნებში და ბუნებრივია ხა ისმის შეკითხვა, რატომ მანდა მაინც ევროკავშირის სახელმწიფოები. პასუხი შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მარტივია, იმიტომ რომ როგორც წესი მიგრანტები თუ კი დაუშვათ განსაკუთრებით თუ არალეგალ მიგრანტებზე არის საუბარი, არჩევენ გადასაადგილებლად ისეთ ქვეყნებს, რომელიც არის პირველი, საკმაოდ მაღალი ესე ვთქვათ ეკონომიკური და სოციალური განვითარებით გამოირჩევა და ეხლა რა თქმა უნდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საკმაოდ მაღალი ესე ვთქვათ ეკონომიკური სტანდარტებით გამოირჩევიან. მეორე, როგორც წესი ეხლა არალეგალი მიგრანტისათვის უფრო მეტად სასურველია მეზობელ რეგიონში გადაადგილება და საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური ესე ვთქვათ მდებარეობიდან გამომდინარე ევროპაშია და შესაბამისად უფრო მეტად ადვილია ქართველი ესე ვთქვათ მოსახლეობისათვის ევროპაში მიგრირება და მესამე, ევროპა გამოირჩევა თავისი ძალიან ესე ვთქვათ ტოლერანტული ბუნებით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იქ თქვათ იგივე ქართულ მოსახლეობა საკმაოდ ესე ვთქვათ გაუადვილდება, ადაპტირება ასიმილაცია საზოგადოებაში. ამიტომ ეხლა როდესაც ვთქვათ პოტენციური მიგრანტი იღებს გადაწყვეტილება სად მიგრირდეს, როდესაც ჩემი მიერ ვთქვათ ზემოთ ჩამოთვლილ გარკვეულ პუნქტებს გადახედავს, მიხვდება რომ კულტურულად მარტივად ინტეგრირდება. გაცილებით უფრო მეტად შეთავსებადი იქნება თქვათ ევროპულ მოსახლეობასთან, ვიდრე მაგალითად სიტყვაზე იაპონიის მოსახლეობასთან. შესაბამისად, როდესაც თქვათ აი ამ ყველა პუნქტს თვალსაჩინოში მიიღებს, ალბათ უფრო ამ გადაწყვეტილებამდე მივა და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართველი მიგრანტები, არალეგალი მიგრანტები საკმაოდ ბევრი არიან ევროკავშირის ქვეყნებში. განსაკუთრებით ხოთაშორის გამოირჩევა საბერძნეთი და იტალია. ალბათ იმიტომ, რომ იქ ნუ ქალების ასე თქვათ პოტენციურად უფრო მეტად საქმდებიან ქალები გეოგრაფიული სიახლოვე და შესაბამისად პოპულარულია საკმაოდ ეს სახელმწიფოები. აი ქალების თემა ახსენეთ და ეს ძალიან აქტუალურია, ვინაიდან ძირითადად მაინც შრომით ემიგრანტს ქალი წარმოადგენს, ვინაიდან უფრო მეტი დასაქმების შესაძლებლობა აქვს ვიდრე მამაკაც, ხო? ამ ფრივაც საინტერესოა. აი ამ თვალსაზრისით გავლენა ჩვენ ქვეყანაზე ქალის როლის, აი როგორ წარმოგიდგენია და ეკონომიკური თვალსაზრისით გულისხმობ და ძირითადად ქალები აგზავნიან თუნდაც საქართველოში ინვესტიციებს და თქვენ იკვლევთ ამ თემებს და პირდაპირ სწავლობთ. ხო, ესე გამოდის, კი ბატონო. ეკონომიკურ მიგრაცია და ეკონომიკური მიგრაცია მაინც ქალთან ასოცირდება. ნუ ძირითად შემთხვევაში ალბათ ცოტა სადაო თემა, მაგრამ ძირითადად მაინც ბოლო პერიოდის მონაცემები დავაკვირდებით დაახლოებით დაგითანხმებით ნამდვილად მაგაში, სხვათა შორის ესე ვთქვათ სახელმწიფოსათვის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგივე გამგზავნის სახელმწიფოსათვის და მათ შორის დავუშვათ პოტენციურად რომ ავიღოთ საქართველო, ესე ვთქვათ საკმაოდ დიდი შემოსავალი შემოაქვთ აი ამ ესე ვთქვათ მიგრანტებს, რომლებიც არიან საზღვარგარეთ და რატომ? აბსოლუტურად ყველა მკვლევარი თუ ექსპერტი, რომელიც ამ დარგში მოღვაწეობს და ზოგადად მიგრაციის ეკონომიკას იკვლევს, ერთ მნიშვნელოვნად თანხმდება იმაზე, რომ ქვეყნისათვის ძალიან
ესე ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა აქვს მიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად დახმარებებს, ანუ ჩვეულებრივად საუბარია ფულად გზავნილებს, ვიდრე დაუშვათ ძალიან ბევრ შემთხვევაში უცხო, ესე ვთქვათ, სახელმწიფოების ინვესტიციას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, ვთქვათ, იმისა, რომ აი ამ სახელმწიფოში მიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულადი თანხები გაცილებით მაღალი იყო, ვინამ უცხოური ინვესტიციები სახელმწიფოში. შესაბამისად, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თუნდაც იგივე ქალების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ესე ვთქვათ, მიგრაციისთვის, იმიტომ რომ ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება სახელმწიფოს ეკონომიკაზე. ანა, პირადად თქვენი მომავალი ევროპაში წარმოგიდგენიათ თქვენი განვითარება კარიერის, რას ფიქრობთ? ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს? მოდი დადებითი შედეგით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი თემა, ვინაიდან მაინც ფიქრობ, რომ ახალგაზრდა აუცილებლად უნდა წავიდეს და მიიღოს ახალი სხვა ინფორმაცია. სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საკუთარი პროფილით მიდის და მიზანდასახული. აი თქვენ რას ფიქრობთ ამ თვალსაზრისით, რას ეტყვით ახალგაზრდებს, რა გაუზიარებთ? აი პირადად მაგალითად თუ ჩემზე მეკითხებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა მეც ისევ როგორც ალბათ ყველას, ვისაც ზოგადად განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვს, დაგეგმილი მაქვს, რომ წავიდე მეც საზღვარგარეთ სასწავლებლად, იქ დაბას დავუშვათ ევროპა თუ ჩრდილოეთ ამერიკა, თუმცა შემიძლია გითხრათ ის, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით მოვუწოდებდი იქეთკენ, რომ ძალიან ბევრი არის, ვთქვათ, ილუზიებით ცხოვრობს, ვთქვათ, ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ფიქრობს, რომ მაგალითად აი ევროპაში დაუშვათ თუ წავა არალეგალ მიგრანტად, მაინც ექნება დაუშვათ შანსი იმის, რომ იქ რაღაც უკეთესი დაუშვათ კარიერული პირობები შეიქმნას, რაც საფუძველშივე არის მოკლებული რეალობას, იმიტომ რომ მარტივად რომ თქვათ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიმართავს არალეგალურ მიგრაციას, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვარს ამბობს განათლებაზე, ვარს ამბობს ესე თქვათ, ჯანმრთელობის დაზღვევაზე და მთელ რიგ იმ ესე თქვათ პრიორიტეტებზე, რის გამოც შეიძლება მიიღოს თქვათ გადაწყვეტილება იმისა, რომ მიგრირდეს სხვა ქვეყანაში. დიახ. დაიცით რა, უკაცრავად მე მინდა მადლობა გადაუხადო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მასშტაბური და საინტერესო საინფორმაციო კამპანია უკანონო მიგრაციის პრევენციისათვის და მადლობა გადაუხადო კიდე კონკურსში მონაწილეებს. ყველას, ვინც გაიმარჯვა, ვინც საერთოდ მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ ეს არის შესანიშნავი გზავნილი თავიანთი თანატოლებისათვის, რომ აი რა მნიშვნელობა აქვს ვთქვათ, ლეგალური მიგრაციას, რა შედეგებს მოგცემს ლეგალური მიგრაცია მათი პერსპექტივისათვის, მომავლისათვის და რა უარყოფითი მხარეები აქვს უკანონო მიგრაციას საზღვარგარეთ. და როცა ერთვებიან ამ გადაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდები, ეს აძლიერებს ფიქრობ ამ პრევენციას. დიახ, ეს უფრო პროგრესული მიდგომა ჩვენი ახალგაზრდების თავიანთი მომავლისათვის სწავლა იქნება, შრომა იქნება თუ ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის მიიღება. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემაში მონაწილეობდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები, თათია ლომთაძე, ლიკა ერისთავი და ანა ჩიჩუა. ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით რადიო 1-ში დავკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები. ჩვენ ჟურნალისტები იამახარიძე, ნანა ლომიძე გემშვიდობებით. მიგრაციის მარშრუტები